აშასაშოს სამხედრო ძალები მაქსიმალურად იყენებენ ირანში მიმდინარე ოპერაციებს და არა მხოლოდ ანადგურებენ რაკეტების მარაგებს, გამშვებ დანადგარებსა და თავდაცვის ინფრასტრუქტურას, არამედ ცდიან ახალ, აქამდე არ ნახულ იარაღებს მტრის წინააღმდეგ. განსაკუთრებით სამი ახალი იარაღი გამოიყენეს ირანულ სამიზნეებზე დამანგრეველი ეფექტით, რაც სრულყოფილად აჩვენებს შეერთებული შტატების შეუდარებელ ძალას გლობალურ არენაზე, ასევე მის ურყევ ერთგულებას ინოვაციების, არსენალის გაფართოებისა და განვითარებისთვის. დავაკვირდეთ სამივე იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს, შესაძლებლობებსა და ირანში მათ გამოყენებას. პირველი და შეიძლება ითქვას ყველაზე საინტერესო ამ სამიდან არის ზუსტი დარტყმის რაკეტა, ანუ PRISM. ამ რაკეტის ისტორია 2016 წელს იწყება, როცა Lockheed Martin-მა, Boeing-მა და Raytheon-მა გამოაცხადეს მონაწილეობა ახალ ამერიკულ სამხედრო პროექტში, რომლის მიზანიც MGM-ას 40-ის, ანუ ATACMS-ის ჩანაცვლება იყო. ATACMS-ის რაკეტები 1999 წლიდან გამოიყენება და მათი ეფექტურობა დადასტურებულია ოპერაცია უდაბნო ქარიშხლისა და ერაყის თავისუფლების დროს. უახლეს პერიოდში ისინი რუსეთისა და უკრაინის ომშიც გამოჩნდა, სადაც უკრაინამ გამოიყენეს მტრის მაღალი ღირებულების ობიექტებზე მრავალი მნიშვნელოვანი დარტყმისთვის, მაგალითად რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალის საცავებზე. თუმცა ყველაზე ეფექტური იარაღიც საჭიროებს ჩანაცვლებას და აშშ-ს არმია მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს შეტევითი შესაძლებლობები. მას სურდა რაკეტები, რომლებსაც თაქომების ძალა უფრო შორს, დიდი მანძილით და მაღალი სიჩქარით გადააქვთ. ამიტომ დაიწყო მუშაობა PRISM-ზე, სადაც Boeing-მა და Raytheon-მა შეჯიბრი დატოვეს, ხოლო Lockheed Martin ერთადერთ დიზაინერად და შემქმნელად დარჩა. Lockheed Martin-ს თავდაპირველად სურდა, რომ რაკეტის მაქსიმალური სიშორე 310 მილი, 500 კილომეტრი ყოფილიყო. ეს ATACMS-ის 190 მილიან 300 კილომეტრი სიშორეს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. მაგრამ ასევე ექვემდებარებოდა შუალედური სიშორის ბირთვული ძალების INF ხელშეკრულების პირობებს, რომელსაც აშშ და საბჭოთა კავშირი 1987 წელს მოაწერეს ხელი. 2019 წელს აშშ-მ დატოვა INF ხელშეკრულება, რამაც PRISM-ს მისცა მეტი შესაძლებლობა, ვიდრე დაგეგმილი იყო. 310 მილი აღარ იყო მაქსიმუმი. ეს იყო საწვესი მაჩვენებელი, ხოლო არმიას რაკეტის სიშორის 400 მილამდე და მის მიღმა გაზრდას გეგმავს. სამომავლო ვარიანტებით კი შესაძლოა 600 მილსაც გადააჭარბოს. საუკეთესოა, რომ ასეთი მანძილების გასავლელად ახალი გამშვები დანადგარები არ სჭირდება. ის შეიძლება გაუშვან იმავე MAS-42 მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემიდან, რომელსაც უკვე იყენებენ ATACMS-ის გასაშვებად და იყენებს მოწინავე ძრავის ტექნოლოგიას, რათა უფრო სწრაფად და შორს იფრინოს, ვიდრე მისი წინამორბედი. რაც კიდევ უკეთესია, PRISM შექმნილია ისე, რომ ის კიდევ უფრო ვიწრო და აეროდინამიკურია, ვიდრე ATACMS, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ კონტეინერში 2 რაკეტა ჩაეტევა ერთის ნაცვლად. ასე რომ PRISM არა მხოლოდ დაახლოებით 2-ჯერ შორს მიფრინავს ვიდრე ATACMS, არამედ ორმაგად ზრდის HIMARS-ის გამშვების სისტემების ტევისტევადობასაც. ეს არმიას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს HIMARS-ის მობილურობა და ამავდროულად მნიშვნელოვნად ზრდის თითოეული სისტემის საცეცხლე სიმძლავრეს. ეს დიდი განახლებაა და მხოლოდ დასაწყისია. არმიას აქვს გეგმები, რომ მომავალ წლებში PRISM-ს თავისი მოქმედების ამჟამინდელ ზღვარს გადააცილოს და უკვე რამდენიმე ეტაპი შემუშავების პროცესშია. პირველი ეტაპი უკვე გამოიყენება აშშ-სა და ავსტრალიის არმიებში და ეს არის ხელშეკრულებით განსაზღვრული 310 მილის მოქმედების რადიუსის მქონე ვერსია. მეორე ეტაპი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სახმელეთო ბაზირების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა LBASM, კიდევ უფრო წინ მიდის. მრავალრეჟიმიანი დამიზნების თავაკის წყალობით, მას შეუძლია უფრო ადვილად გადალახოს შეზღუდული წვდომის ზონები, ვიდრე თავდაპირველ რაკეტას. ის უფრო შორს მიფრინავს. მაქსიმალური სიშორე 620 მილს, ანუ 1000 კილომეტრს აღწევს. გარდა ამისა, როგორც მისი სახელიდან ჩანს, რაკეტას ექნება შესაძლებლობა დაარტყას გემებს, ხოლო მისი მრავალრეჟიმიანი დამიზნების თავაკი საშუალებას მისცემს გაანადგუროს მოძრავი სამიზნეები, რაც პირველ ეტაპს არ შეეძლო. მესამე ეტაპი გააფართოებს PRISM-ის შეიარაღების სპექტრს, სავარაუდოდ დაამატებს დამატებით ასაფეთქებელ საბრძოლო მასალებსა და კასეტური შეიარაღების შესაძლებლობებს, რაც ახალ შესაძლებლობებს მისცემს შეტევით ოპერაციებს.
მიჩნეულია, რომ ახალ და გაუმჯობესებულ პრიზმს მაგალითად ექნება დამატებითი საცეცხლე ძალა, მტრის გამაგრებული ნაგებობების გასანადგურებლად. მეოთხე ეტაპი ორჯერ გაზრდის პრიზმის საბაზისო სიშორეს. წინა ეტაპებზე დაფუძნებით და დრაკეტის ძრავისა და აეროდინამიკის გაუმჯობესებით მიაღწევს 620 მილის, ანუ 1000 კილომეტრის მანძილს. ამჟამად განვითარების ბოლო ეტაპია, მეხუთე ეტაპი, რომელიც პრიზმს ავტონომიური მანქანიდან გაშვების საშუალებას აძლევს. ამ ეტაპების დასრულებისა და ინტეგრირების შემდეგ პრიზმ უფრო შორს, სწრაფად იფრენს და უფრო მოქნილი გახდება სხვადასხვა ამოცამისთვის. ის უკვე ამერიკული არსენალის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ახალი დამატებაა, როგორც ირანულმა ძალებმა აღმოაჩინეს ოპერაცია ეპიკური რისხვისას. იქ პრიზმმა პირველად ოფიციალურად იბრძოლა, როგორც დაადასტურა აშეთეშის ცენტრალური სარდლობის ექს-ანგარიშმა. ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს პირველად საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენეს შორ მანძილზე ზუსტი პრიზმ რაკეტები, რაც უზრუნველყოფს ღრმად არტყმის უბადლო უნარს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა ადმირალმა ბრედ კუპერმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ის არმიამ ზუსტი დარტყმის რაკეტა გაუშვა ირანულ სამიზნეებზე. მან თქვა, უსაზღვროდ ვამაყობ ჩვენი სამხედროებით, რომლებიც ინოვაციებს იყენებენ, რომლებიც მტერს პრობლემებს უქმნიან. პატრიცია ბასილისკი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის სარაკეტო თავდაცვის პროექტის ასოცირებული დირექტორი, ხაზგასმით აღნიშნავს ამ მომენტის მნიშვნელობას. მან Business Insider-ს უთხრა, რომ პრიზმის დებიუტი არმიის დარტყმის შესაძლებლობების ახალ ეტაპს უფრო დიდ მანძილსა და სიზუსტეს ნიშნავს. ის არ ცდება. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით, ირანში პრიზმის რაკეტა სად გამოიყენეს, აშკარაა ეს რაკეტა ამერიკას ტაქტიკურ უპირატესობას ანიჭებს. პრიზმს შეუძლია თითქმის ორჯერ უფრო შორს იფრინოს, ვიდრე ათაკამესის რაკეტას. ამიტომ უფრო შორეულ სამიზნეებზე დარტყმა შეუძლია. ეს ირანს მეტ საფრთხეს უქმნის და მეტი ობიექტისა და რესურსის დაცვას მოითხოვს, ხოლო ამერიკას შეუძლია გაშვების წერტილები ერაყსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში აერჩიოს. ამასთან, როგორც ბალისტიკური რაკეტა, პრიზმს შეუძლია ფრენის ბოლოს, ეგრეთ წოდებულ ტერმინალურ ფაზაში, ძალიან მაღალი სიჩქარით მიუახლოვდეს სამიზნეს. ეს მათ იდეალურს ხდის დროში შეზღუდული სამიზნეების, მაგალითად ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტსატყორცნების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით, დიდი ალბათობით აშშ-ს არმიამ ამ რაკეტებს ოპერაციის დასაწყისში ირანის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებისთვის სწრაფად მასშტაბური ზიანის მისაყენებლად, რაკეტსატყორცნებისა და რადარების გასანადგურებლად გამოიყენეს, რაც შემდგომი შეტევებისა და თვითმფრინავების ირანის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოდ შეჭრას უზრუნველყოფდა. ეს მხოლოდ ირანს არ ეხება. პრიზმების საბრძოლო პირობებში გამოყენება ამერიკისთვის გზავნილის გაგზავნის საშუალებაა მსოფლიოს სხვა პოტენციური მოწინააღმდეგეებისთვის, ჩინეთისა და რუსეთის ჩათვლით, რომლებიც უდავოდ ყურადღებით დააკვირდებიან კონფლიქტს. ეჭვგარეშეა, რომ ეს რაკეტები შეიძლება გამოყენებული იქნას მომავალ კონფლიქტებში ამ ქვეყნებიდან რომელიმესთან და განსაკუთრებით ჩინეთთან დაპირისპირების შემთხვევაში. აშშ-ს სერიოზულ უპირატესობას მისცემს. ეს რაკეტები გათვლილია ჰიპოთეტურ კონფლიქტზე ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში. რეგიონის გეოგრაფიის გამო, სახმელეთო რაკეტების გაშვების წერტილები შეზღუდულია და ტრადიციულ რაკეტებს, მაგალითად ათაკემს, არ ეყოფათ სიშორე კონკრეტული რეგიონებისა და სამიზნეების დასათქმელად. პრიზმის რაკეტები გაფართოებული სიშორითა და უპირატესობებით ჩინეთის ძალებისთვის გაცილებით დიდ პრობლემას შექმნის, ხოლო ამერიკასა და მის მოკავშირეებს საზღვაო სივრცის კონტროლის აღკვეთის გაცილებით ძლიერ შესაძლებლობებს მისცემს. მოკლედ რომ ვთქვათ, პრიზმის დებიუტი ერთზე მეტ მხრივ დიდი წარმატება იყო. ეს ამართლებს პროექტის მრავალწლიან განვითარებასა და დიდ ინვესტიციებს, რაც არმიის მაღალი კლასის დამთმენს შესაძლებლობებს სრულიად ახალ დონეზე აღკავს. ეს ერთ-ერთი ახალი იარაღია სამიდან, რომელთა გამოყენებაც ირანში აქამდე ვიხილეთ. მაგრამ სანამ დანარჩენ ორი იარაღს უფრო დეტალურად განვიხილავთ, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად მიიღოთ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასევშლით ყველაფერს დეტალებში. თეორიულად ამერიკასა და ირანს შორის დაპირისპირება ძალიან არათანაბარია. აშშ არის მსოფლიოს წამყვანი სამხედრო ზესახელმწიფო, რომელიც სამხედრო ხარჯებზე უფრო მეც ხარჯავს, ვიდრე ათეულობით სხვა ქვეყანა ერთად. მას ყავს საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარისკაცები, ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობა და დადასტურებული სტრატეგიული წარმატების უბადლო ისტორია. მაგრამ ირანს ერთი დიდი უპირატესობა ჰქონდა.
დრონები. ბოლო წლებში დრონების ომი სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან რუსეთმა შეიძინა და აწარმოებს დიდი რაოდენობით ირანულ შახადის დრონებს, რომლებიც უკრაინის მასშტაბით მრავალ სამიზნეზე დამანგრევლად გამოიყენა. ირანი წლებია აწარმოებს შაჰადებს და 10 წლეულებია მუშაობს დრონების ტექნოლოგიებზე, რაც მას სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს დრონების წარმოებასა და ტაქტიკაში. ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებისას ზოგმა ანალიტიკოსმა გამოთქვა შეშფოთება, რომ აშშ-ში ის ძალები ირანული დრონების საფრთხისთვის მზად არ იყვნენ. მაგრამ ამერიკას ჰქონდა კოზირის სახელად ლუკასი, ანუ დაბალფასიანი უპილოტო საბრძოლო შეტევის სისტემა. ლუკასი ამერიკული Spectre-Works-ის მიერ შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილი ერთჯერადი შეტევის დრონია, რომელიც შახადის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. აშშ-ის ის ოფიციალურ პირებს თქმით, 2020-იან წლებში შახადის დრონი ჩაიგდეს ხელში და Spectre-Works-ის ინჟინრებმა შეისწავლეს. მათ დაიწყეს დრონის ღევერსული ინჟინერია, შახადის დიზაინის დაკოპირება, რათა შეექმნათ მსგავსი მოდელი ამერიკისთვის, რაც ირანის ტექნოლოგიის მის წინააღმდეგ გამოყენებას ნიშნავდა. პროგრესი სწრაფი იყო. 2025 წლის ივლისში პროგრამის ოფიციალური წარდგენიდან სულ რაღაც რამდენიმე თვეში ლუკასის დრონები უკვე ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის ძალებს გადაეცემოდა. 2025 წლის დეკემბერში ლუკასის პირველი დრონი სპარსეთის ყურეშის ზღვაში გაუშვეს. 28 თებერვალს ოპერაცია ეპიკური რისხვის გახსნის დღეს ლუკასი პირველად ჩაერთო ბრძოლაში. CENTCOM-ის პრეს-რელიზი აღწერს ამ სისტემების ძალასა და პოტენციალს. CENTCOM-ის ლუკასის დრონებს ფართო მოქმედების არეალი და ავტონომიური მუშაობის შესაძლებლობა აქვთ. მათ გაშვება სხვადასხვა მექანიზმით შეუძლიათ, მათ შორის კატაპულტით, რაკეტით დახმარებული აფრენით და მოძრავი სახმელეთო თუ სატრანსპორტო სისტემებით. CNN-თან საუბარში აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა პირმა აღიარა, რომ ამერიკულ ძალებს ყურადღება დიდ და ძვირად ღირებულ სისტემებზე ჰქონდათ, რამაც შეიძლება ჩვენი ძალები არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენოს უფრო იაფ და მარტივ სისტემებთან, როგორიცაა ირანის კამიკაძე შაჰედის დრონები. ლუკასის შემთხვევაში აშშ-ში ოფიციალური პირის თქმით სიტუაციას რადიკალურად ცვლის მოწინააღმდეგის საზიანოდ. აშშ-ში ცდილობს ირანს უპასუხოს ამ იაფი $35,000 ღირებული დრონებით, რომლებიც ბევრად იაფია რაკეტებსა და სხვა საბრძოლო მასალაზე. ოფიციალური ცხაროები არ აღნიშნავენ, რამდენი დრონი აქვს ამერიკის ძალებს, თუმცა ამბობენ, რომ ბევრი უკვე ხელმისაწვდომია და მეტი გზაშია. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად იაფი და მარტივი დასამზადებელია ისინი და რამდენი ფული აქვს აშშ-ს სამხედრო ხარჯებისთვის, ადვილი წარმოსადგენია, რომ ამ ერთმიმართულებიანი თავდასხმის დრონების თითქმის უსასრულო მარაგი შეიძლება მუდმივად გამოდიოდეს საწარმოო ხაზებიდან და პირდაპირ იგზავნებოდეს ამერიკელ სამხედროებთან მთელ ახლო აღმოსავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მახასიათებლები უცნობია, ექსპერტებმა ლუკასის დრონების სურათები გაანალიზეს მეტი ინფორმაციისთვის. მალე შენიშნეს, რომ ამ დრონებს ცხვირზე გიმბალური კამერები და სატელიტური კავშირის მოდულები აქვთ. თეორიულად, ეს მათ ირანულ შაჰებზე უკეთეს უნდა ხდიდეს. სატელიტური კავშირი ლუკასის ოპერატორებს აძლევდა ფრენის დროს დრონების ამოცანების გადანაწილებისა და სამიზნის მონაცემების ან კოორდინატების განახლების, ასევე ბრძოლის ველის ცვლილებებზე რეაგირების საშუალებას. მომავალში ეს ტექნოლოგია ასევე შეიძლება გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტით მართული ჯგუფური ტაქტიკებისთვის, რაც გულისხმობს ახალი AI ტექნოლოგიების გამოყენებას მასშტაბური კოორდინირებული დრონების შეტევებისთვის. თუ აშშ-ში საკმარისი ასეთი დრონი ექნება, შეძლებენ ნათი ჯგუფებად გაშვებით ირანის რადარის სისტემების გადატვირთვას და თავდაცვის გვერდის ავლას. თუნდაც ტექნოლოგია ახლა არ იყოს ხელმისაწვდომი. ან შექმნან უსაფრთხო მარშრუტები აშშ-სა და ისრაელის შორმანძილზე მოქმედი რაკეტებისთვის, რომლებსაც გადაადგილება შეეძლებათ. ეს თავის მხრივ ამერიკასა და მის მოკავშირეებს საშუალებას მისცემს ირანში ყველაზე დაცულ და ღირებულ სამიზნეებს, როგორიცაა სტრატეგიული ბუნკერები და ბირთვული ბაზები, შედარებით მარტივად დაარტყან. ამ ყველაფრის გამორჩეული ირონია ის არის, რომ აშშ-ს დიდი ალბათობით არც კი ექნებოდა იაფფასიანი დრონები, როგორიცაა ლუკასი, რომ არა ირანი. შაჰედი თეირანის საამაყო მიღწევა იყო, თუმცა აშშ-მ ტექნოლოგია აიღო, დახვეწა და ირანის წინააღმდეგ გამოიყენა. არავინ იცის, ლუკასის დრონებმა ირანში რამდენი ზიანი უკვე მიაყენეს, ან კიდევ მიაყენებენ, მაგრამ ეს არმიის არსენალში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა დრონებით ომი მსოფლიოში სულ უფრო აქტუალურია. ირანში გამოიყენეს ტომაჰავკის რაკეტის განახლებული ვერსია, როგორც მესამე და ბოლო ახალი იარაღი. BGM-ას 9 ტომაჰავკი, TLAM, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახმელეთო შეტევის რაკეტაა მსოფლიოში.
ცნობილია თავისი განსაკუთრებული სიშორით. ეს ყველა ამ ინდუსტრიის განკუთვნილი, რეაქტიული ძრავით აღჭურვილი ქვებგერითი ფთოსანი რაკეტა შეუძლია დაფაროს 1000 მილისა და მეტიც მანძილი. ის გამოიყენება არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ ავსტრალიის, ნიდერლანდების და ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების მიერაც. ეს საზღვაო ძალები რაკეტას სხვადასხვა პლატფორმიდან უშვებენ, ხოლო აშშ-სა და ავსტრალიის საზღვაო ძალები მას ძირითადად წყალზე და ხომალდებიდან იყენებენ. ნიდერლანდები მას წყალზე და ფრეგატებიდან გამოიყენებს. ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალები კი მხოლოდ წყალქვეშა ნავებიდან. ათწლეულების წინ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიაში შექმნილი ტომაჰავკი პირველად 1983 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. წლების განმავლობაში ვიხილეთ ორიგინალური დიზაინის რამდენიმე ვარიაცია, მათ შორის RGM-UGM-ას 9B ხომალდსაწინააღმდეგო ვარიანტი აქტიური სარადარო დამიზნებით და RGM-UGM-ას 9E ტაქტიკური ტომაჰავკის მოდელი. ამ ვარიანტებს განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლები და შესაძლებლობები ჰქონდათ, მაგრამ ყოველთვის აერთიანებდათ ერთი რამ – ფერი. მოდელის ნომერს ან ვარიანტს მნიშვნელობა არ აქვს. ტომაჰავკები ყოველთვის იღებებოდა ბუნდოვან ნაცრისფერ ტონში, როგორცაც ხშირად ვხედავთ აშშ-ს საზღვაო ძალების სხვა იარაღებზეც. შემდეგ დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა და საზღვაო ძალებმა ბრძოლის ველიდან პირველი ფოტოები გაავრცელეს. ამ სურათებმა მსოფლიოს აჩვენა ის, რაც აქამდე არავის უნახავს. ტომაჰავკის რაკეტა, რომელიც მბზინავი შავი ფერით იყო შეღებილი, რაც მკვეთრად განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ნაცრისფერი ტონებისგან. აშშ-ში სამხედრო ძალების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებისა და ანგარიშების მიხედვით, ეს საინტერესო ახალი ვერსია გამოიყენეს ირანის საჰაერო თავდაცვისა და საზღვაო სამიზნეების გასანეიტრალებლად განხორციელებულ დარტყმებში, რაც შესაძლოა მოიცავდეს ჰორმუზის სრუტესთან მდებარე საზღვაო ბაზებსაც. ღია წყაროების სადაზვერვო ანალიტიკოსებმა და მედია სააგენტოებმა მალევე დაადასტურეს, რომ ოპერაციის საწყის დარტყმებში გამოყენებული იყო შავი ტომაჰავკი. და ექსპერტებმა მალევე დაიწყეს თავიანთი თეორიების გაზიარება იმის შესახებ, თუ რატომ იყო რაკეტა ასე განსხვავებულად და გამორჩეულად შეღებილი. მათ შეამჩნიეს, რომ იგივე შავი საფარი აშშ-ის საზღვაო ძალების არსენალში არსებულ სხვა რაკეტაზეც იყო. კერძოდ, AGM-ას 58C შორი მოქმედების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაზე, LRASM-ზე. ეს პრიალა შავი საფარი მხოლოდ სილამაზისთვის არ არის. ის მოქმედებს როგორც დაბალი ხილვადობის საფარი, იყენებს რადიომშთანთქავ მასალებსა და ინფრაწითელი გამოსხივების დამხშობ თვისებებს, რომ რაკეტა პრემისას რთულად აღმოსაჩენი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს მცირე დამატებაა, ახალი ტომაჰავკის შავი საღებავი სინამდვილეში სერიოზული განახლებაა. ეს ყველაზე დიდი ალბათობით აუმჯობესებს რაკეტის შესაძლებლობებს ზღვის ზედაპირის გასწვრივ ფრენისას, ზრდის მის გადარჩენის შანსებს და ზრდის ალბათობას, რომ თავი დააღწიოს ჩამოგდებას და წარმატებით დაარტყას მიზანს. ტრადიციული ნაცრისფერი საღებავითაც კი ირანულ რადარებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს ტომაჰავკების ჩამოგდება ისევ გაუჭირდებოდათ. თუმცა მათ უფრო ადრე და ზუსტად შეამჩნევდნენ, რაც მეტ დროს მისცემდა რეაგირებისთვის. შავი საღებავი ეფექტურად აბუნდოვნებს სიტუაციას და ირანის რადარებისთვის ბევრად უფრო რთულს ხდის რაკეტის დანახვას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ოკეანეებსა და ზღვებზე გადაადგილდება. შავი ტომაჰავკის განთავსება აშშ-ის ძალების მხრიდან აშკარა სტრატეგიულ ცვლილებას აღნიშნავს უფრო ფარული ფთოსანი რაკეტების შესაძლებლობებისკენ, რაც თავის მხრივ უნდა უზრუნველყოფდეს უკეთეს შეღწევადობას გამაგრებულ სამიზნეებზე, რომლებიც ხმელეთის სიღრმეში მდებარეობს. შესაძლებელია ამ რაკეტებს ოპერაციის დაწყებისას ირანის რადარის ქსელების დაშლისა და განადგურების მნიშვნელოვანი როლი ჰქონოდათ, რაც შემდგომში უპილოტოებისა და შემღწევი თვითმფრინავების შეტევებს გაამარტივებდა. ამასობაში ირანს ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ამ დაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ ირანი სერიოზულად ინვესტირებდა რადარებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებში, მას უბრალოდ არ შეეძლო მომზადებულიყო სუპერფარული ტომაჰავკის შეტევისთვის, რადგან ეს ძლიერი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მის თავდაცვას ისე გადაუფრენდნენ, რომ რეაგირების დროც კი არ ჰქონდათ. თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ვიფიქრებთ, ასეთი რაკეტები ამერიკის შესაძლებლობებს გააუმჯობესებს სპარსეთის ყურესა და მის ფარგლებს გარეთ საზღვაო საფრთხეების შეკავებაში. შავი ტომაჰავკი აშკარად აჩვენებს, რომ აშშ-ს შეუძლია შეიარაღების მუდმივი ინოვაციური განახლება და ნებისმიერი მტრისთვის სერიოზული საფრთხეა. როგორც პრიზმი, ეს აჩვენებს, როგორ აუმჯობესებს აშშ-ში რაკეტებსა და საბრძოლო მასალას ოპერაციული უპირატესობის შესანარჩუნებლად დიდი დროის, ფულისა და რესურსების დახარჯვის გარეშე სრულიად ახალი გამშვები პლატფორმების შესაქმნელად. ჩინეთი და რუსეთი, ამერიკის მტრები ალბათ უკვე მუშაობენ გზებზე ამ რაკეტებისა და სხვა ახალი იარაღების გასანეიტრალებლად, რომელიც ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს გამოიყენეს.
მაგრამ აშშ-ში ყოველთვის ერთი ნაბიჯის წინ არის. არასდროს კმაყოფილდება მეორე ხარისხოვნით და მუდამ ცდილობს გააძლიეროს თავისი არსენალი და შეინარჩუნოს უდავო სტატუსი, როგორც ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს. ახლა შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაიგოთ, როგორ განვითარდა ოპერაცია ეპიკური რისხვა ამ დეტალურ ანალიზში, სადაც აღწერილია თუ როგორ გაანადგურეს აშშ-ს ძალებმა ირანის თავდაცვა კონფლიქტის პირველ საათებში. ან ნახეთ ეს ვიდეო, რათა დეტალურად გაეცნოთ, თუ როგორ გაანადგურა ამერიკის მსოფლიოში წამყვანმა ბომბდამშენების რგოლმა ირანის სარაკეტო ობიექტები და სარდლობის ცენტრები შეუდარებელი ეფექტურობით. და მეტი ანალიტიკური მიმოხილვის, სტრატეგიული ანალიზებისა და სამხედრო სიახლეების ახლებისათვის აუცილებლად გამოიწერეთ არხი.